აღმოჩენა, რომელმაც შესაძლოა კახეთის ისტორია შეცვალოს. დედოფლის წყაროს რაიონში შირაქის ველზე უძველესი ციხე ქალაქის ნანგრევებია ნაპოვნი. საუბარი 10 ჰექტარი მოცულობის ტერიტორიაზე გაშენებულ ქალაქზე, რომელიც სავარაუდოდ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-9 საუკუნეში მიწისძვრის დროს განადგურდა. ტერიტორია მეცნიერებისთვის სატელიტური ფოტოს გადაღების შემდეგ გახდა საინტერესო. ამ ეტაპზე გათხრილია უძველესი ციხე ქალაქის მხოლოდ სამხრეთ კარიბჭე და გალავნის ნაწილი, რომელიც თავისი მასშტაბებით გამორჩეულია. თუმცა ექსპედიციის გასაგრძელებლად არქეოლოგთა ჯგუფს ახლა დაფინანსება სჭირდება. რა ისტორიას ინახავს შირაქის ველი დედოფლის წყაროში დღეს სალომე ქოქიაშვილი ჩავიდა. მე შევდივართ ქალაქის სამხრეთი კარიბჭეში. აქ ჩვენს 3000 წელი ჩვენს გარდა არავინ არ შესული. ჩვენ შევდივართ პირველები. ეს არის შიდა მხარე კარიბჭის. როგორც ხედავთ, ამას შუაში რატომღაც ეს დიდი ქვა აღმოჩნდა, ხედავთ მოგებულია როგორც მოზაიკით, წვრილი ქვით, არა? აქედან იწყებოდა ქალაქი. ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მე-12 საუკუნეში სწორედ ამ კარიბჭის გავლით ხვდებოდნენ უძველესი ქართველები იმდროინდელი ცივილიზაციის ნამდვილ მეგაპოლისში, რომლის მასშტაბების წარმოდგენას ჯერ კიდევ თვენახევრის წინ ამ ადგილზე მისულ არქეოლოგებსაც არ შეეძლოთ. თუმცა მალე მიწაზე წერაქვის პირველსავე დაკვრას პირველი აღმოჩენაც მოჰყვა და ძველი ჰერეთის ისტორია შეიცვალა. მიწის თხელი ფენის მოცლის შემდეგ არქეოლოგებმა 3000 წლის წინ დაკარგულ ქალაქს მიაგნეს და მალევე მიხვდნენ, რომ წინა აზიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეგაპოლისის გალავანზე იდგნენ. გალავნის ამ კედლის სიგანე 7 მეტრია, მისი სიმაღლე კი სულ მცირე 15 მეტრი უნდა ყოფილიყო, სიგრძე კილომეტრ-ნახევარი. სპეციალისტები ამბობენ, რომ 3000 წლის წინ ამ გალავნის თავზე არა მხოლოდ მეციხოვნეები მოძრაობდნენ, არამედ საბრძოლო ეტლებიც დადიოდნენ. ეს გალავანი, რომლის სიგანეს ჩინეთის დიდი კედლის სიგანეს 1 მეტრით აღემატება, თითქმის ტროას ხელა ქალაქს იცავდა. სატელიტიდან გადაღებულ ფოტოზე ასე გამოიყურება მისი მცირე ფრაგმენტი, რომლის გათხრაც მეცნიერებათა აკადემიის ექსპედიციამ ადგილობრივების დახმარებით შეძლო. საერთო ხედზე კი ჩანს თავად ქალაქის მასშტაბიც. მთავარი ციხე 10 ჰექტარი ფართობით, რომელსაც გარშემო გალავანთან ერთად წყლის დამცავით ხრილი ცუვლიდა. 3000 წლის წინ მეგაპოლისი პომპეივით ერთ დღეში დაიღუპა. ის მიწისძვრამ გაანადგურა მოსახლეობის დიდ ნაწილთან ერთად. გარე პირი სრულიად აშკარად შელესილი იყო თიხით. ეს უკვე გარე ნაწილია გალავნისა და ქალაქის და აქ ჰქონდა თავდაცვითი თხრილი. ღრმა თხრილი ჰქონდა და როგორც ჩანს იმ მიწისძვრის დროს ეს კედელი 7 მეტრიანი კედელი გადაწოლილია სამხრეთის მხარედ. მიუხედავად მცირე მასშტაბებისა, გათხრები არქეოლოგებს იმის თქმის საფუძველს აძლევთ, რომ 3000 წლის წინანდელ უნიკალურ ქალაქში იმჟამინდელი ცივილიზაციის ყველა ნიშანი იყო. მათ შორის საიდუმლო გვირაბები, წყალგაყვანილობა და საკანალიზაციო სისტემაც კი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შირაქის ველზე მაშინ არა უბრალოდ ქალაქი, არამედ ძლიერი სახელმწიფოს ძლიერი დედაქალაქი იყო გაშენებული. ციხის მასშტაბი აი ეს არის 10 ჰექტარია. მაგრამ ძალიან კარგად ჩანს უფრო ჩრდილოეთით, რომ ქალაქი გაცილებით დიდ ტერიტორიაზე გადიოდა. არქეოლოგმა კიაზო ფიცხელაურმა და მისი ექსპედიციის წევრებმა გათხრების დროს ისეთ ნივთებსაც მიაკვლიეს, რომლებიც ძველ ქალაქში ადგილობრივ წარმოებას მოწმობენ. თიხის ჭურჭელი, ძველი ქვევრები და ნალესობის ფრაგმენტები ახლა საცავში ინახება. ამ ნივთებთან ერთად ექსპედიციამ სამხრეთის კარიბჭეში იმდროინდელ საბრძოლო მასალასა და ბრინჯაოს ნაკეთობებსაც მიაგნო. ვიღაცა ბეჭედი დაკარგა ამ მშენებლობის დროს, ეს ბეჭედი გახლავთ ბრინჯაოსი, ეს რაღაცა ნივთია გაუტყდათ, ესეც ბრინჯაოსია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შორდული ქვებია საბრძოლო, ამას ძალიან დიდი ისტორია აქვს საერთოდ შორდულს. მეცნიერები ამ ქალაქს ახლა დიდნაურს უწოდებენ, თუმცა გათხრები ამ დროისთვის უსახსრობის გამო შეჩერებულია. სწორედ დაფინანსებაზეა დამოკიდებული, გაცოცხლდება თუ არა 3000 წლის წინ დაღუპული ქალაქი, რომელიც ჰერეთის აქამდე ცნობილ დედაქალაქზე გაცილებით ძველია და უხსოვარი ქართული ცივილიზაციის ისტორიას ინახავს.